ურთიერთობა, მეტი კულტურა. რადიო იმედის ეთერშია რჩეულების სახალხო შოუ 17:17. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშეა ახა მიქიაშვილისა და ნიკოლოზ სულუკიძის ინტელექტუალური სამშაბათი. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით, პატივცემულო მსმენელებო, დიდი მადლობა რომ გვისმენთ, ყველას ცხადია გისურვებთ სასიამოვნო საღამოს. ჩვენ დღეს ძალიან საინტერესო თემაზე გვექნება საუბარი, თუმცა მანამდე გვინდა სამწუხარო ამბით დავიწყოთ, საზოგადოებამ გაიგო, რომ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ბერტა ხაფავა, ძალიან გული დაგვწევდა ქალბატონი ბერტა არაერთ ფილმში ყავს ნანახი, დასამახსოვრებელი სახეები შექმნა, ის წლების განმავლობაში მუშაობდა, თამაშობდა ბოლო წლამდე, ბოლო წუთებამდე შეიძლება ითქვას, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში და ჩვენ პირველ რიგში რა თქმა უნდა მის ოჯახს, მის ახლობლებს, მის თეატრს უსამძიმრებთ და ვიდრე მე გადაცემის ანონსს წარმოგიდგენთ და ჩვენ ძირითად თემაზე ვისაუბროთ, მინდა ახლა გავისაუბროთ სატელეფონო ჩართვით მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ დიმიტრი ღვთისაშვილს. ბატონ დიმიტრი, საღამომშვიდობისა. პირველ რიგში ვიზიარებ თქვენ თეატრს უზიარებ და ყველას ქალბატონი ბერტას გარდაცვალება ძალიან დაგვწყვიტა გული და ორმაგაც აწყენია რომ შესანიშნავი მსახიობი არაერთი სახე შექმნა დასამახსოვრებელია თეატრში იყო აქტიურად როგორც ვიცი ჩართული და აი გითხარით პირველ რიგში რამდენიმე ბერტაზე არ გვაქვს ჩვენ დრო დიდი მაგრამ აი რო გავახსენოთ კიდევ ერთხელ მისი როგორც სამსახიობო გზა და ასევე როდის გაემართება პანაშვიდები და დაკრძალვა. პანაშვიდები იმართება დღეს და ხვალ, დაკრძალვა იქნება ზეგ 20-ში ვერის სასაფლაოზე მდებარე ეკლესიიდან. დიახ, გესმით ბატონ დიმიტრი ჩვენი. და მის სურვილიც ასეთი იყო, რომ ხულებთან დაგვეკრებლა. ქალბატონი ბერტა იყო სავიზიტო ბარათი პრაქტიკულად მაყურებელთა თეატრის. და ჩემო კახა ძალიან იშვიათია როდესაც მსახიობი პოპულარული ხდება ჩვენთვის ათამაშები სპექტაკლით. ასეთი შემთხვევა ერთი გოგუცა კუპრაშვილის ვახუშტია ნაცარქექიაში რომელსაც ძალიან პოპულარული გახდა მთელ საქართველოში და მეორე ასეთი შემთხვევა მახსენდება მერი პოპინსი ბერტა ხაფავას შესრულებით ეს იყო სპექტაკლის შედევრი თუ შეიძლება ასე ითქვას ნანა ხატისკაცის, იური ზარეცკის აი ერთიანი კონტექსტში და ბერტა ხაფავა იყო ამ სპექტაკლის დამამშვენებელი დაახლოებით 12 სეზონი გადიოდა ეს წარმოდგენა მოზარდ მაყურებელთა თეატრში და აი მეც კი მე ნანახი მაქვს რა თქმა უნდა მეც კი დღესაც აი როგორც ბავშვობის ერთ-ერთი წარუშლელი შთაბეჭდილება მახსოვს აი სცენაზე რომ შემოფრინდებოდა ფოლკით ქალბატონი ბერტა და კოლგით ხელში ეს ჯერ კიდევ მოზარდი მაშინ სცენაზე იყო ინცრელ მათ შენობაში ცოცხალი მუსიკოსები ფანტასტიკური რეზო თავარქილაძე პარტნიორად და ლადო მექვაბიშვილი ქალბატონ ბერტასთან და აი მე გეტყვით რომ შალვა გაწერელიას ოქროს ხანის პრაქტიკულად ყველა სპექტაკლში ბერტა ხაფავა იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სახე იგივე მადამ სუპო სიმონა მაშარის სიზმარში იგივე ეკა ირინეს ბედნიერებაში გარუჩაძის სიდედრი ქამუშას გაჭირვებაში თუ სრულიად ფანტასტიკური დუეტი უკვე ბოლოს ჩვენებურებში რომელიც შედგა ლადო მექვაბიშვილსა და ბერტა ხაფავას შორის ქალბატონ ბერტასთან პირადად მეც მქონდა ბედნიერება იმის რომ მე მუშაობ მან ჩემთან ითამაშა კაკანო დუმბაძის მევხედომცეში და მე მქონდა იმის შანსიც და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვი რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ გამეხსნა ბერტა ხაფავას სახელობის ვარსკვლავი და ვიდრე ეს თეატრი არსებობს და იარსებებს ბერტა ხაფავას სახელი აბსოლუტურად წარუშლელია ამ თეატრის ისტორიასთან, ქართული თეატრის ისტორია, ქართული კინოს ისტორია. დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი ჩართვისთვის კიდევ ერთხელ გადმოგცემთ გზამყურებას ღრმას და უსამძიმრებთ კოლეგებს თქვენს თეატრს განსაკუთრებით და ბუნებრივია ყველას თეატრალურ საზოგადოებას და მის ოჯახს. დიდი მადლობა. მე შეგახსენებთ რომ ჩვენ სატელეფონო ჩართვით გვესაუბრებოდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ღვთისაშვილი. კიდევ ერთხელ გეტყვით რომ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ამ თეატრის მსახიობი და
ბევრი სხვა კინოროლებით დასამახსოვრებული სახის შემქმნელი ქალბატონი ბერტა ხაფავა. რაც შეეხება ჩვენი გადაცემის თემას, ჩვენ სულ მალე შემოგვიერთებიან სტუმრები და ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო გამოცემაზე თუმანიშვილის კინოსახიობთა თეატრი 45. ჩვენი სტუმრები იქნებიან თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი ივანე ხუციშვილი და მსახიობი და რეჟისორი ქალბატონი რუსუდან ბოლქვაძე. ხოლო მეორე ბლოკში გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენ გვექნება ჩართვა ბერლინიდან ჩაგვერთვება ქართველი ბანი გიორგი ანდღულაძე, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ძალიან წარმატებული პრემიერა ლონდონში და ახლა უკვე ემზადება ბერლინული პრემიერისთვის, უფრო მეტს თავად გიორგი მოგვიყვება, დავგვალოდეთ რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით.